სირიელი ქურთები სირიის სამხედროებსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებს შორის დადებულ ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას დადებითად აფასებენ. მხარეებმა 4-იანი ზავის შესახებ 20 იანვარს გამოაცხადეს. მათი გაერთიანების შეთანხმების ჩაშლის შემდეგ ორ კვირაზე მეტია სირიის მთავრობისა და ქურთების მეთაურობით მოქმედ ძალებს შორის შეტაკებები მიმდინარეობდა. სირიის ქალაქ კამიშლიში მცხოვრები სირიელი ქურთები იმედოვნებენ, რომ 4-დღიან ზავს გრძელვადიანი შეთანხმებაც მოხვება. ზოგადად ცეცხლის შეწყვეტა დადებითი მოვლენაა. ის რეგიონში მშვიდობას მოიტანს. ხალხი კონფლიქტით დაიღალა. ბევრია იძულებით გადაადგილებული პირი. რეგიონს მათი დაკმაყოფილება არ შეუძლია. პირველ ღამეს იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობამ 10,000 მიაღწია. მათი უმეტესობა აფრინიდან იყო, ზოგიერთი მათგანი მეოთხედ გახდა იძულებით გადაადგილებული პირი. სიტუაცია კატასტროფულია. რეგიონში ადგილობრივი დახმარების ორგანიზაციები მუშაობენ, მაგრამ მათ შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ. ჯერა რომ ყველა სირიელი მიესალმება ცეცხლის შეწყვეტასა და სირიის დემოკრატიულ ძალებსა და სირიის მთავრობას შორის შექმნილი პრობლემების დიალოგისა და მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ასევე უნდა ითქვას, რომ სირიის ახალი კონსტიტუცია ქურთების უფლებებს იცავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქურთებს რეალური და აქტიური როლი უნდა ჰქონდეთ მომავალი სირიის მშენებლობაში. ნებისმიერი შეთანხმება ან გარიგება, რომელიც ქურთების ტერიტორიაზე შეჭრისა და მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებით გადაადგილების რისკებს ამცირებს, მისასალმებელია, თუმცა ეს ბოლო შეთანხმება საერთაშორისო გარანტიებით უნდა იყოს გაფორმებული. 20 იანვარს სირიის დემოკრატიული ძალების მებრძოლებმა დატოვეს პოსტები ალ-ჰოლის ბანაკში, სადაც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლ ჯგუფებთან დაკავშირებული ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. ალ-ჰოლის ბანაკში ძირითადად ქალები და ბავშვები იმყოფებიან, რომლებიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების ოჯახის წევრები არიან, ან ისლამურ სახელმწიფოსთან სხვა კავშირებში არიან ბრალდებულნი. 2024 წლის დეკემბერს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ სირიის ახალმა მთავრობამ ქვეყანაზე სრული კონტროლის მოპოვება ვერ შეძლო. მარტში მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სირიის დემოკრატიული ძალები დამასკოს უნდა შეერთებოდნენ, თუმცა მხარეების გაერთიანება ვერ მოხერხდა.